Канал History в 2016 году. Суета-сует, сказал Екклесиаст. Суета-сует. Все суета. Вера. Кто ваш конунг? Любовь. Что пользы человеку от всех трудов его, которыми трудится он под солнцем? Преданность. Кому мы обязаны легендами? Род проходит, и род приходит. Измена. Призываю арестовать Флоки за убийство Ательстана. Ты предал мое доверие и мою любовь к тебе. Я хочу знать, удастся ли женщине воцариться в Каттегате. Рагнар Лотброк вернулся к нам. Однажды женщина станет править Каттегатом. Я давным-давно мечтала об этом. Это буду я? У меня тоже есть сюрприз. Ролло, ты предал свой род! Он идет! Твой брат! Рагнар отомстит нам. Война никогда не заканчивается. Викинги. 4-й сезон. В 2016 году на Алекс-фильм. Ეკიპაჟი შევიდა ვერაფერ. ზადარი. ცეცხლი. აუყოლე. დავაცვიდე. აი ეს ერთი რაჟუკი დავაცალე. კარგი არა. აბა ამერიკული სპეციალს მისა. როგორ გადაკოტრიალდა ნახე? მათ ხილოთ ახლა ბაჯი და სადე. სიდელია. აცადე ბაბდე. კარგია. აი გაბათეთრებელი დროზე. მაიცა სიდელია ჯაშუში. დადიხდება ხა. ცეცხლი. ეს მერა ვითვლი რამდენია? არა, მაგრამ მეგონი 5. არა. მე ვითვლი, მე 7. მე 7 უკვე კაკი შედეგია. 7 მაგარია. აი, ეხლა აი. ისე მაგარი საკაიფო თამაში გაუკეთებია ჩემი სამინისტროს იჭებს. შეუდაცვლე და შევიდა. მოდი. მოდი. ბაციდელია ფხილად. ეს შევშუროთ. აბა. რას გვეტყვი? ახალს და კარგს. კარგს ვერაფერს გეტყვით. მუხროვანი სატანკოში და რეინჯერებში პატარა პრობლემა გვაქვს. პატარა პრობლემა გვაქვს. მერა. არის საფრთხე, რომ ახლომზე არ გამოვიდე. მე ახლა მეუბნებით მაგას? ახლობი არ ჩაბეშლება. გაიგე? ახლობი არ ჩაიშლება. რეიტინგის მიხედვით ხარ პირველი. დიდია თქვენი რეიტინგი. ეგ მეორედ არ გამოგონა. ჩემს გაფუჭებაზე მუშაობს ყველა. შეხედე რას გავს რუსთაველის გამზირი. შეხედე რას გავს. ყველგან კარვები დააყენეს. შარდის სუდად ხარ მთელი ქალაქი. ოცდაექვსი მაისს აღლუბს ჩავატარებ. გასაგებია? მოდა მიხედეთ ამ საქმეს. ხო. და მე სადი კალიფრე და კამბრიჯი. კარგი გამოვა. ყოველ გადადგომას აპირებენ. რას მაძე და გოგის შვილი. თავში ვეავარდი. ტელევიზიებიც მიუწევიათ ბაზაზე. ჰა?
Ბოჭი, რა თქვი? გადადგომასთან დაკავშირებით სატელევიზიო განცხადებას აპირებენ ეხლა მომახსენეს. პრეს-კონფერენციამდე საქმე არ უნდა მივიდეს. დიდი ამბავია ხდება. კამერები და რაღაცები არ გვინდა. მართალია. ამბოხება. სამშობლოს ხალატი. დრების ბუდე. დრების ბუდე. იცით რა არის ეს? ჰა? იცით? ჯაშუშის და ამბობი. ვითომ პროფესორის ვინმე ვახტანგ მაისაია სტატია. ჩაიხედე ხო? ეკონომიკში ჩაიხედე. ნოემბრის ამბებზე პრესკონფერენცია გაუმართავს ლონდონში. ნაბოძანად მომიხსენიებს! ახლა კიდევ ეს სამხედროები. იცოდით? ვერ ვიცოდი. საური იცოდი? მე რა ხალხებით მისხეთხართ აქ? კოლექტიური შეთქმულება ქვეყანაში თქვენ კიდე აქ გძინავთ. ამირა. რა ქვია? ვახტანგი. ვახტანგ მაისაიას საქმე ამომიგე. სასწრაფოდ. კარგი. ელოდები. მაისაია ვახტანგი. მაისს ტრიბუნაზე გამარჯვებული უნდა ვიდგენ და აღლუმი ჩავიბარო. გასაგებია? გასაგები. არა და თქვენ თავს დააბრალეთ. კათმების ბუდე. მერა ეს დედა მოწყული ჯაშუშის მაისაია ხო არა? ჩაიბარე. აბა რა. ჩამოგზავნდი და გავიგზავნებ. ჩამოგზავნდი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპერატიული ინფორმაციის გამოქვეყნებას აანონსებს მუხროვანის სამხედრო ბაზაზე, სადაც გორის სატანკო დამოუკიდებელი ბატალიონია დისლოცირებული, სამხედრო ამბოხი დაიწყო. როგორც სამინისტროში განმარტავენ, ამბოხის ორგანიზატორები დავალებებს და ფულს რუსეთიდან იღებდნენ. ამბოხის ჩახშობის პარალელურად მიმდინარეობს რუსეთთან პირდაპირ კავშირში შემჩნეული რამდენიმე ადამიანის დაკავება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის ცნობით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი საბრძოლო მდგომარეობაშია მოყვანილი. ბრალდების მხარე მოწმეთ იძახებს ვახტანგ მაისაიას. მანდატურს თხოვ შემოიყვანოს მოწმე. მოწმე მაისაია. პრესკონფერენციაზე გავიმართე ლონდონში. თუ შეიძლება წარუდგინეთ სასამართლოს თქვენი თავი. ვახტანგ მაისაია. ბატონო ვახტანგ, რელიგიურ ფიცს დადებთ თუ სამოქალაქოს? სამოქალაქოს. პასუხისმგებლობის თელი შეგნებით ადასტურებთ თუ არა, რომ სასამართლოს წინაშე იტყვით მხოლოდ სიმართლეს და არაფერს დამალავთ? დიახ, ვადასტურებ. ბრალდების მხარეს შეუძლია დაკითხოს მოწმე. ბატონო ვახტანგ, რა კავშირი გქონდათ მუხროვანის მოვლენებთან? მუხროვანის ეგრეთ წოდებული ამბოხის დღეს 5 მაისს დამაკავეს.
გაუძიებელი ზუროშვილის კაბინეტში მაიძულებდნენ მეღიარებინა, რომ თანამშრომლობდი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან. ასეთი პატარა ქვეყანა რამდენი ჯაშუში გათიშდები. შენი დაკავების ამბავი ჯერ არავინ არ იცის. თუ გვეტყვი ვისთან მუშაობ, გაგანთავისუფლებთ და არ შენი დაჭერის ამბავს გავამხელებ. არ მისმის რაზე მილაპარაკებით. იცოდე, შენი ოჯახის წევრებს დავაპატიმრებ. ჯაშუშობაში ხელშეწყობის ბრალდებით. შენ თვალწინ ვაწამებ. აი მერე ვაყურებინებ შენ როგორ გაწამებ. სისტემას ვერ მოვატყუებ. შენ იცი, რომ 2008 წლის დეკემბრიდან გაკვირდებიან. უცხოეთში მიცნობენ. ანალიტიკოსი ვარ. თქვენ გონიათ ესე მარტივად ჩაივლის ყველაფერი? მუხროვანის ამბოხის პირობებში მოთავეებზე გაცემულია ლიკვიდაციის ბრძანება. მე აშუაში ვარ ამ ამბავთან. მაგას ერთად გავიგებთ ცოტა ხანში. ამბოხების დაწყებიდან რამდენიმე საათში პრეზიდენტი ტელეფონით ჯერ ამბოხებულებს ელაპარაკა, შემდეგ კი პირდაპირ ეთერში ჯარისკაცებს მოუწოდა ხელმძღვანელობას დაემორჩილონ და იარაღი ჩააბარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მთავარსარდალი ძალის გამოყენებაზე საუბრობს. პრეზიდენტის მისვლიდან რამდენიმე წუთში ამბოხებულებმა იარაღი დაყარეს და სამართალდამცველებს ჩაბარდნენ. ასევე დაკავებულები არიან ამბოხებაში მონაწილე 100 მეთაურები და 10 მეთაურები, სულ 50 კაცი. ამბოხის მეთაურებმა ლევან რაზმაძემ, კობა ნათაძემ და გია კბილაშვილმა გაქცევა მოახერხეს. ამ დროისთვის მათი ძებნა მიმდინარეობს. ვისთან გაქვს კონტაქტები სლოვაკეთში? რა საერთო გაქვს შვეიცარულ ფარმაცევტულ კორპორაცია ნოვარტისთან? რუსებს რამდენჯერ შეხვდი სლოვაკეთში? არავის არ შეხვედრა. რა თემაზეა შენი დისერტაცია? ეგ რაღაც შუაში ენცოფისთან. იცნობ თუ არა პოლკოვნიკ მამუკა გოგიაშვილს, ლევან რაზმაძეს, კობა ნათაძეს და გია კბილაშვილს. კარგით, წყით გახვალ თქვენ, წყით გადით. მე უნდა დავუბრუნდე ბიჭებს, ვერ დავტოვებ. კიდევ ერთხელ გეუბნები, მამუკა. იქ არ წახვიდე, ხომ იცი რა გიყვან. უნდა დავუბრუნდე. აი როგორ სიტყვი. მოკლედ სოფელში ერთი ახლობელი ყავს. მარშრუტკა ყავს და ის გაგვიყვანს რა. აი ყველაფერი კარგად იქნება. აუ შენც. წაუბრუნდე. Открыть спичек. სამხედრო ბაზაში ამ წუთებში კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები კი გაქცეული ამბოხებულების ძებნას აგრძელებენ. არსებული ინფორმაციით, ლევან რაზმაძე, კობა ნათაძე და გია კბილაშვილი მუხროვანის მიმდებარე ტერიტორიაზე იმალებიან. მინდა მე ორი კაცი. ხო. ორი გვამი მჭირდება. მომიტოვებს ორი გვამი. პრემია დიდია.
დაიყო. ნუ მე თავიდან ვიფიქრე რომ ამ გამოძიებლებს ხოლოდ პრეზიდენტთან უნდა თქულების დაწერა. ბატონო ვახტანგ, რას გულისხმობთ ქულების ჩაწერაში? თავის გამოჩენას. ნუ მაგრამ როდესაც იქ შსს მინისტრი შემოვიდა, მაშინ მივხვდი რომ ჩემი აღიარებით ბატონი პრეზიდენტი იყო დაინტერესებული. ბრავო აბა რაც ამბობს? არ ვიცი, რაზე მელაპარაკებით ბატონო მერაბ. ვერ გავაკეთინეთ ადამიანს. ვინ გაწვდიდა შენ და ვის აწვდიდი საიდუმლო ინფორმაციას? გიმეორებთ კიდე. ეს იყო ღია საინფორმაციო წყაროებიდან ამოღებული მასალები. რაცმა გამოვიყენე ყველაფერი იბეჭდებოდა პრესაში. მე ანალიტიკოსი ვარ და უბრალოდ ანალიზი გავაკეთე მე ვერ. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. ხო? კაპუტი ვარ. გავაკეთინეთ. ამ კაცს რას ნიშნავს? ანალიზის გაკეთება ჩვენებურად. საქმეს მიხედეთ. ხომარჯობია. ზვიადმა გააგრძელოს საუბარი. აღიარებ, რომ სლოვაკეთის სამხედრო ჯაშუშების სამსახურში მუშაობთ. არც იმას აღიარებ, რომ რუსებთან ხარ შეკრული. გამოდის, რომ სლოვაკეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური რუსეთის სპეცსამსახურების ფილიალია. სავსებით შესაძლებელია მასა იყოს. შენ კითხვებს უპასუხე. შენ იცოდე, რაზეც არ მიპასუხებ. ორჯერ მეც გათქმევინებ. არა. ამ კაცს შენი არ ესმის. კარგი. აბა შენიც მიხედე. კაბინეტს გიტოვებთ. შემაიღები ამ ლაპარაკები. Davida! გამარჯობა, პრეზიდენტი მოგზადება. მოგესალმებით. ვახტანგ მაისაია. როგორც ჩანს, იყო რამდენიმე წლის წინ. პირდაპირ რეკრუტირებული მეზობელი ქვეყნის სამხედრო საქმიანობის
სამსახურში. მან ძალიან დიდი ზარალი მიაყენა ამ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. თქო, მარტო ის რადგან შარშად აგვისტოს ომის დროს ხალ 2 საათში ერთხელ ხალხს საათ ნახევარში ერთხელ და ამას გამოძიება დაადგეს და უკვე მიდის ამაზე მუშაობა და დაადგინა პრინციპში რეალურად და ისიც ამას ადასტურებს რომ ის მოწინააღმდეგეს გადასცემდა საქართველოს ჯარის პოზიციებს. რათა მოწინააღმდეგეს ისე კი უფრო ადვილად ეპოვა ჩვენი ჯარის ნაწილები და უფრო დიდი დარტყმა მიეყენებინა. ეს არის და ეს. ზარეთ. ბატონო პრეზიდენტო, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ვახტანგ მაისაია პროფესორია და ნატოს სამეკავშირე ოფისის ექსპერტია. აცნობიერებთ ამ გარემოებას, როდესაც გავს ბრალდებას უყენებთ? ხო. პროფესორი არის, როგორც ვიცი, რისი პროფესორიც არის, ეს არის ოღალატე და პროფესორი აი ამ საქმეში. შემდეგ კითხვა. ბატონო პრეზიდენტო, რამდენადაც ვიცით, მაისაია ახლა დაკავებულია, რამდენად დასაბუთებულია თქვენი ბრალდება? ბრალდება როგორც მოგახსენეთ, უკვე დასაბუთებულია, კონკრეტულად უკვე გესაუბრეთ და გული დათელია ყველაფერი. ბატონო პრეზიდენტო, თქვენ რატომ საუბრობთ ამ თემაზე და არა პროკურატურა? ეს მათთან თანამშრომლობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. ბატონო პრეზიდენტო, ხომ არ არის ეს ხელისუფლების მხრიდან წაგებული ომის გადაფარვის ცდილობა? გაიბეული კითხვა. ხომ არ არის ეს ხელისუფლების მხრიდან წაგებული ომის გადაფარვის ცდილობა? რას ნიშნავს წაგებული ომის? რას ნიშნავს წაგებული ომი? საქართველო ყოველთვის იბრძოლებს და მათი მთავარი ამოცანა აი დიდი იმპერიის, რომელსაც ეტრფიათ ვიღაცები. მათი მთავარი მიზანი იყო ჩვენი სახელმწიფო ჩამოშლა, ჩემი ხელისუფლების დაშლა. მუხროვანის ბაზიდან გაქცეულების ძებნის ოპერაცია გრძელდება. ამ პროცესში ჩართულია თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენები. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს მუხროვანის ბაზის გარშემო 100 კილომეტრიანი რკალი აქვს შემორტყმული. ლევან რაზმაძეს, კობა ნათაძეს და დიაკ პილაშვილს უკვე რაკეთ, ვერაფ. მუშაობთ. თელი შინაგან საქმეთა სამინისტრო იქ ხარ და რა გჭირთ? მაგრამ ეს ნათაძე ეშმაკია. მუხროვანში მსახურობდა და ეთყობა მაგრათიცის გზები, ჯერ ვერ პოულობთ.
რაკენი? მოგვაკითხავს, როგორც კი შეგენდება, მაშინ მე მოვალ. აი, კუთხეში გზარხას. აქ ვერ ვნახავენ შანსი არა. სულაც ხო არ ვიქნებით, რამდენი დავიმალებით. არ დავიმალებით, გადავალთ თურქეთში თავშესაფარსაც ვიშოვეთ. მოკენ გადავიდეთ. მე ვაპარაკობ მაგას. დაახლოებით რამდენი ხანში გავახსენებ? თუ გაგვიმართლა ერთ 64 დღეში გადავალ. გავიმართლებს. ნახოთ. ნახე, მათი. ოთხი ერთგვარი დავდები. იგარია. მოდი. ხო, დავივოდეთ. აი, ქონა მოვიდეს, ა? ხიდთან. იცოდე მაქედან რომელიმე რო გამოახციოს. არც ერთს არ დაგინდობთ, იცოდე. სკანდალი არაფერში არ მჭირდებავე. გასაგებია. ტრუპების სკანდალს ვერ აწყობენ. რა? ტრუპების სკანდალს ვერ აწყობენ? აფორიზმია, გიძივი ხო რა. მაგარია. იბაისაია ბრავო. აღიარა რამე. ამუშავებენ ბიჭები და აღიარებს საწავო. ეგ ორივე საქმე ერთმანეთს დაუკავშირეთ. ეგ არის მაგათი იდეოლოგი. მოიყვანე უფროსო. შემოიყვანე. ასე, მოდი აქ. მოდი აქ. გაინძერი. მოდი აქ. შეხედი ამათ. კარგად დააკვირდი ყველას. უყურებ? ყველას უყურებ კარგად. თავიანწი შენ აბოზარო. კარგად დააკვირდი ყველას. უყურებ ყველას, ა? ეხლა მობრუნდი. მოდი აქ. ჩემთან მოდი. ამას უყურებ. აი ასეთი დღე მოგივა შენცა. ახლა მისმინე. კარგად მომისმინე. ჩახვალ კარცერში. 12 საათს გაძლებ დროს. არ მოგცემ ჩვენებებს. კარცერში ამოგალპობ და სულ სამოხდი შენ დამპალო. შენ აბოზარო შენ. გაატრიეთ ბოზიშვილი აქედან. გაეთხია. როზარე. შენ კიდე რამდენჯერ გაიგე? რამდენჯერ კიდე ერთი დაიგივე. გამეცი ხმა გაიგონე რა გითხარი. შენ აბოზარო. გაიგონე ბიჭო რა. ბატონო დიმიტრი. როგორც თქვენ აცხადებთ, ციხის თანამშრომლები, კერძოდ უფროსები, ალექსანდრე ბუღაძე და მისი მოადგილეები მონაწილეობდნენ პატიმრების წამებაში. და ასევე ისინი ავალებდნენ მათ თანაშემწეებს, რომ მსგავსი ფაქტები ეწარმოებინათ. რით ადასტურებთ ამ ყოველივეს? ჩემს ჩვენებას ციხის თანამშრომლები დაადასტურებენ, პატიმრებით.
ასევე ვიდეო კასეტებიც ბატონო მოსავალ. მეტი შენი დადამონა. გამარაცმენია ხე ნაპასა. დაცვის სამსახურს დადებული ალექსანდრე ბუღაძე დაძევებული იქნეს დარბაზიდან. პატიმარს რაიმე არ დაუშავდეს. ცივი დაჯექი გივი. მოვითხოვ ყურადღებას. პროცესზე მინდა გაითვალისწინოთ. დარბაზში მჯდომი, ნებისმიერი წევრი, ასევე ნებისმიერი ბრალდებული. პროცესისადმი ხელის შეშლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაძევებული იქნება სასამართლოს ფლომიდან. გთხოვთ გაითვალისწინოთ. ზია. ხო. ჯაჯექ. სავარძლები რა უყავი? პროფილაქტიკის ბიჭებს დაუტოვე. ახალ ტყავს გადავაკლებთ. რომი გვეშველა. აქედან გავახცევდი და ქვეყანას მოვდება მათ საქმეებს. ჯერ გავახციოთ და მაგაზე მერე ვილაპარაკოთ. რა ხდება აქ ბიჭო? ჩათვალე უკვე გვამეფიარე. ლაპარაკი არ გვაქვს. ჩემი ხოთი ჩემი გაყოლი ამას ბუცარი საჭირო. თუ გაყოს შეგი მანქანები გაყოს ადგილზე იყო. მორჩი წაიყვანე ესე რა ესე ამეთქს გადმოიტანე რა მორჩი წაიყვანე ესე ბატონო დემო
ერთი მდგარია, ორი გადარჩა. რომელია? სასწრაფოდ უნდა გადავიყვანოთ სამი. არა, ორი არის ცოცხალი. ორი ცოცხალია. და გადავიყვანოთ. ბატონო, ეცი დაახტიკია. დროზე გადავიყვანოთ. გადავიყვანოთ. ძალიან ხო დროზე. ვიდი, ხედეთ. რა უნდა სავალ უბიდი გადავიყვანო გადავიყვანო ბავშვი უკვე დაბაჭდა ჩათვალე უკვე გვამოწია